ახალი მოთხოვნა მათთვის, ვისაც ვენახების გაშენება კომერციული მიზნით სურს. ამ გეგმის განსახორციელებლად მომავალში ფერმერებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა დასჭირდებათ. შესაბამისი რეგულაცია 1 მაისიდან შედის ძალაში და ის არსებულ ვენახებზე არ გავრცელდება. სწორედ ამ დრომდე, ანუ 1 მაისამდე არის ვადა იმ კრიტერიუმების გასაწერად, რომელთა დაცვა შესაბამისი ნებართვის მისაღებად იქნება საჭირო. დიდი ალბათობით ერთ-ერთი კრიტერიუმი ადგილმდებარეობასთან იქნება დაკავშირებული. რეგულაციის ამოქმედების მიზნად პროდუქციის ხარისხი ზრდა და უფრო ხარისხიანი ღვინის წარმოება სახელდება. ცალკეული შენიშვნები აქვთ ფერმერთა ასოციაციაში. ასოციაციის ინფორმაციით სიახლის გარშემო პოზიციები გაყოფილია ფერმერებს შორისაც. მოსალოდნელი პროცედურებით მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა. თუ ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება გსურთ, ანუ ყურძნის მოსავლის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ამისთვის სპეციალური ნებართვის აღება მოგიწევთ. შესაბამისი ცვლილება ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შევიდა, რომელიც 1 მაისიდან ამოქმედდება. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა მიიღოს? კონკრეტული კრიტერიუმები ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ახალი წესები სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით თვის ბოლომდე დამტკიცდება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება სწორედ ვენახის ხარისხზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ეს რეგულაცია ხარისხიანი ღვინის წარმოებას შეუწყობს ხელს. ამასთან სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, საქართველოს არ არის გამონაკლისი და ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის რეგულაცია ევროპის მეღვინეობის წამყვან ქვეყნებშიც მოქმედებს. მიზანი არის, რომ არ იყოს ესე სპონტანურად გაშენებული ვენახები, იყოს გაშენებული მხოლოდ და მხოლოდ იქ, სადაც არის მევენახეობის ზონები. ჩვენ არ ვზღუდავთ არავის, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მევენახეობის დარგში იყოს დამყარებული წესრიგი, ვინაიდან მოგეხსენებათ, კარგი ვენახიდან და კარგი ყურძნისგან დგება აი ეს ღვინო, რომელიც არის ჩვენი იდენტობის მახასიათებელი. საქართველოს ვაზის 8000 წლიანი ისტორიითა და ღვინის სამშობლო სტატუსით მსოფლიო ბაზრებზე არაერთი წელია პოზიციონირებს. ის, რომ სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის, ანუ ღვინის ხარისხს, ამაზე ფერმერებიც თანხმდებიან. თუმცა ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. ერთის მხრივ მევენახეებს რეგულაციებს უწესებს, ხოლო მეორე მხრივ მათ მაინც ნაწილობრივ სუბსიდირებას სთავაზობს, როდესაც უხარისხო ყურძენს ფერმერები სახელმწიფო საწარმოებში აბარებენ. რა თქმა უნდა, არსებობს გავსი პრაქტიკები ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში. თუ მიზანი მართლაც არის ხარისხის გაუმჯობესება, ხო? ყველა მიმართულებით უნდა მოხდეს ამაზე მუშაობა, განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ სუბსიდირების პოლიტიკას და სწორედაც ამის კარგი მაგალითებიც არსებობს თუნდაც იგივე ევროკავშირში, თუნდაც იგივე ამერიკაში. სადაც როგორც გითხარით, გასულ საუკუნეში, ასე ვთქვათ, მიხვდნენ ამას და გადავიდნენ სხვა ტიპის სუბსიდირების მოდელზე. აქედან გამომდინარე, თუ ეს ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, შეიძლება ხელი შეუწყოს, ასე ვთქვათ, ხარისხის გაუმჯობესებას. შეიძლება ზოგს ვთქვათ მევენახეს შეეშინდეს, რომ ნებართვა ხომ არ ნიშნავს გარკვეულ შეზღუდვებს, თუმცა შეზღუდვა არ არის, აქ არის გარკვეული ნებართვა, უბრალოდ უნდა იცოდეს სახელმწიფო სად და რამდენი გაშენდება. თან ყველაზე კარგი კონტროლი ის არის, რომ უნდა მოხდეს აუცილებლად სერტიფიცირებულ სანერგეებთან ურთიერთობა. ენერგიის ხარისხთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ არ გავრცელდეს, ასე ვთქვათ, დაავადებები და მოხდეს სწორად გაშენება იმ, ასე ვთქვათ, ვენახების, რასაც ვაშენებთ. ღვინო საქართველოს მთავარი სტრატეგიული საექსპორტო პროდუქტია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გადის. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლების და არსებული მაღალი კონკურენციის ფონზე ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოხდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება. სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემა უფასო იქნება და მისი აღება მხოლოდ იმ პირებს მოუწევთ, რომლებიც კომერციულ საქმიანობას გეგმავენ. ეს რეგულაცია არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს.